საფრანგეთში სამთავრობო კოალიცია აღარ არსებობს. ქვეყანას დროებითი მთავრობა ჰყავს. არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ემანუელ მაკრონი სხვა ქვეყნისთვის იცლის. საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ქართველი ხალხისადმი ვრცელ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ჩვენი მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს. ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც. საუბრობს აქციებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებზე, თუმცა ევროპელი პოლიტიკოსების მსგავსად აქციის მონაწილეების მიმართ ცალკეული ძალადობის ფაქტებზე აპელირებს. მაკრონი ვრცელ მიმართვაში არაფერს ამბობს იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რომლებიც სამართალდამცავების მიმართ განხორციელდა. ევროპულმა საბჭომ დადებითი პასუხი გასცა ამ მისწრაფებას. ეს არჩევანი გულისხმობს გარკვეული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებას დროთა განმავლობაში. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოусმინონ და პატივისცენ. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ. თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ. მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად. გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევას, ინფორმაციის მანიპულაციას. ემანუელ მაკრონის მიმართვას, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და ქართველი ხალხის ინტერესებისთვის დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არის ნებისმიერ დროს ყველა მხარესთან. თუმცა ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს, რომ დიალოგი პირველ რიგში მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან და არა იმ პოლიტიკოსებთან, ვინც საკუთარი ამომრჩევლის ხმასაც არსემს პატივს. საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს თავაზობ ასეთ ტიპის დისკუსიას, საჯაროს თუ არასაჯაროს. საზოგადოებასთან დიალოგი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს. ჩვენ უნდა ვესაუბროთ არა იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ამორჩევლის ხმასაც კი არცემენ პატივს, არამედ ჩვენ უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას, ჩვენ ვსადვართ საუბრისთვის, როგორც ჩვენ მხარდამჭერებთან, ისე იმ ადამიანებთან, რომლებმაც თუნდაც რადიკალურ ოპოზიციას დაუჭერეს ამ მხარეს. შესაბამისად, თუ ინვესტორთან შეიძლება დიალოგი შედგეს, ეს არის მხოლოდ ჩვენი საზოგადოება. მართველი გუნდი, რომ დიალოგისთვის მზად არის, ამას პარლამენტის თავმჯდომარეც ამბობს. შალვა პაპუაშვილი პოლიტიკური პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გადატანის საჭიროებაზე საუბრობს. ქართულ ოცნებაში ემანუელ მაკრონის ინიციატივით ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციით ოპოზიციის იმედგაცრუებაზე ამახვილებენ ყურადღებას და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მაკრონის ვიდეო მიმართვა ივანიშვილთან ზარის გადაფარვას ემსახურებოდა. დიალოგის რესურსი თუ პოლიტიკური ბატალიების და დებატების სივრცე ეს არის პარლამენტი. ამიტომ ნება უნდა იბოძოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და ეს 61 მანდატი მიიღოს, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ის არენა, სცენა, პლატფორმა, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დებატი. ასევე მე მინდა მოუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია. დღეს საქართველოს არის ევროკავშირისთვისაც არის ტესტი. და უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი. მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა ამასობაში, იმიტომ რომ მთავრობის ხელმძღვანელის თუ მეთაურის იმ განცხადებაზე საუბრობდა, რომელი განცხადებაც ბუნებაში არ არსებობს იმ ფორმით, როგორც გვაკრიტიკებენ, მაგრამ მაინც ეს ერთი და მეორე შეიძლება მოგეჩვენოს ადამიანს, რომ დამხლად მოჩვენებითი არ იქნება ეს ამბავი, რომ წინა დღის გადასაფარად, მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, იმიტომ რომ წინა დღე მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარის დაუკავშირდა თავისი ინიციატივით პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა და უნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში, იქით ამონათებდნენ ჯერ ჰერჩინსკის შემდეგ მაკრონს და ამათ საზღვრები არ აქვთ. ისე არიან თავისი პატრონებით გათამამებულები, რომ ნებისმიერს აკრიტიკებენ, ნებისმიერს გალანძღავენ, ვინც კი ოდნავ შეიძლება რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს თითქოს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც აძლევს
ლეგიტიმაციას რეალურად ქართველი ხალხი. ემანუელ მაკრონის ვიდეო მიმართვას ეხმიანებიან ფრანგები. ვიდეო კომენტარებში საკუთარ პრეზიდენტს მოუწოდებენ სხვა ქვეყნისთვის ჭკუის სწავლების ნაცვლად საკუთარ ქვეყანას მიხედოს და საქმით დაკავდეს. მას არ შეუძლია თავისი ქვეყნის მართვა, მას სურს საქართველოს მართვა. გასაგებია, ეს ბიჭი მაცინებს, ნამდვილი თამაში. ჯერ საფრანგეთის პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. თქვენ არ ხართ ევროკავშირის პრეზიდენტი. საფრანგეთში ხალხის შეკრების უფლებასაც არ სცემენ პატივს. თქვენ არ გაქვთ უფლება სხვა ქვეყნებს ასწავლოთ მართვა. ტიპიური ნული. საფრანგეთი არაფერს წარმოადგენს. ქართველებისთვის სამწუხაროა, მაგრამ მიზანშეწონილი იქნებოდა საფრანგეთზე იზრუნოთ. სიგიჟეა, როდის მოусმენ ფრანგებს, ვინც იტანჯება. მოусმინეთ ფრანგებს, სანამ სისურნელეებს ილაპარაკებთ. თქვენი Facebook-ი ავტოკრატულს გავს, სადაც ყველაფერი კარგადაა. საფრანგეთის მოქალაქეების რეალობას უარყოფთ. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თუ გაქვთ წესიერება, მეტი არაფერი გამოაქვეყნოთ, სანამ თქვენს ქვეყანაში მდგომარეობა არ გახდება უფრო სტაბილური. საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი ბოლო დღეებში გამწვავდა. ქვეყანაში სამთავრობო კოალიცია დაიშალა. 2025 წლის ზაფხულამდე ქვეყანას დროებითი მთავრობა უხელმძღვანელებს. ოპოზიცია და საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა პასუხისმგებლობას ემანუელ მაკრონს აკისრებს და მის გადადგომას ითხოვს. ამ ყველაფრის ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი ნაცვლად საკუთარ ქვეყანაში სიტუაციის დაალაგებისა უცხო ქვეყნის ბედს ეწუხს.